ქრისტე აღსდგა მრავლას და ეს წარით ჩვენ სამშობლოსთან, საქართველოსთან ერთად. გილოცავ და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. მე გუშინ ჩავწერე ვიდეო, სადაც სიტყვასიტყვით წავიკითხე აპოლონ წულაძის წიგნიდან ეთნოგრაფიული გურია თუ როგორ ხდებოდნენ ძველი გურულები აღდგომის დღესასწაულს. ცოტა დიდი ვიდეო გამომივიდა და ვისაც არ გაქვთ დრო რომ მას უყუროთ, მოკლედ შევეცდები რომ დღეს მაქსიმალურად შევამცირო და მოგიყვეთ თუ რას წერს აპოლონ წულაძე. ძალიან გთხოვთ მომისმინეთ და გავუზიარეთ სხვებსაც. აღდგომა და კალანდა გურულისთვის განსაკუთრებული დღესასწაული არისო. აღდგომა გურიაში ერთგვარი ხალხური ოლიმპიადა იყო. ამ დროსო ერთი ეკლესიის სხვა მრევლი მიუხედავად სოციალური და სქესობრივი განსხვავებისაო, ერთი მეორეს ეჯიბრებოდაო, სხვადასხვა გასართობშიო, ცეკვაშიო, თამაშიო, სიტყვაპასუხშიო, გარებგამორებაშიო, ზოგჯერო, მოკლედ აღდგომის დღესასწაულიო სარძლოს და სასიძოს შერჩევის ადგილადაც კი იქცეოდაო. ადამიანიო, რაც არ უნდა ღარიბი ყოფილიყო, აუცილებლად აღდგომა დღეს ახალი პერანგი უნდა ცმოდაო, ეს იცოდაო მოკლედ გურულებმაო და აღდგომისთვის წინასწარ ემზადებოდნენო. განსაკუთრებული სამზადისი ქონიათ ვაჭრებს, რომლებიც წინასწარ იმარაგებდნენ სხვადასხვა ჭრელაჭრულა ჯითეულს, ხაბაზებს, რომლებიც კერავდნენ წულღებს, ასევე მეფურნებს, რომლებიც იმარაგებდნენ საფასქე ქვილს, მეწვრილმანებს, რომლებიც იმარაგებდნენ კვერცხის შესახებ ჭიაფერებს, დიდ სამზადისში ყოფილან მკერავები, რომლებიც თურმე კერავდნენ ახალუხებს, კაბებს, ხშირადო გასამრჯელოსო იღებდნენო ყანაში მიხმარებითო. ზოგიერთი კი საკუთარ შეკერილ სამოს ჯერდებოდაო. გულმოდგინედ ასუფთავებდნენ სახკარს, თურმე ეზოს საღამოს კი აუცილებლად მიდიოდნენ ეკლესიაში იმ ადამიანების გარდა, რომელთაც გადაადგილება არ შეეძლოთ. გზას ინათებდნენ მუღუზალით ან ბალისტყავისგან გაკეთებული ჩირაღდნებითო. სასაფლაოებზე, ზოგ სასაფლაოსო სასტუმრად რიყის ქვაედო, ბევრ სასაფლაოს კი ქვის ჯვარიო, ყველა სასაფლაოსთან იყო ჭირისუფალიო და ყველა სასაფლაოსთან იყო პასქაო, ენთო სანთელიო და აუცილებლად კენტი რაოდენობით კვერცხიო. რამდენიმე საფლავთან მოგორძო სუფრა, ან მგვალი სუფრა ყოფილა გაშლილი, სადაც აუცილებლად ეწყო კვერცხები, შემწვარი გოჭი, ბატკანი, მარილი, ტაბლა, დოქით ღვინო. ტაბლა ეს აგვიხწერს მოკლედ ყოფილა ღომის ფქვილით გამომწვარი, მეც მქონდა ტაბლაზე მოკლედ პოსტი, ღომის ფქვილით აწყობდნენ ტაბლას, ყველი ხაჭაპურისგან განსხვავებით მასში 2 ან 3 ფენად იყო, ესე აღწერს აპოლონ წულაძე, ძალიან გთხოვთ გამოაცხვეთ. წირვის დამთავრების შემდეგ ერთმანეთს ულოცავდნენო, რამდენიმე ჭაღარაკაცი სამრეკლოს ზარს ესროდა კვერცხსო და თუ მოახვედრებდა, ასე იტყოდნენ, რომ წელს მუცელი არ ასკივდებაო. ამის შემდეგ კი დაბრუნდებოდნენ ოჯახში სახელდახელოდ გაკეთებულ სადილზე და აუცილებლად შემდეგ გადიოდნენ სათამაშოებზე და სათამაშოებზე გაუსვლელი არავინ არ რჩებოდაო. თამაშობდნენ თურმე სხვადასხვა თამაშებს. ჭაკუნობია, ეს უძველესი თამაში ყოფილა, ხის ბურთით თამაშობდნენ, ფეხის მაგიერ ბურთს უტყამდნენ ჭაკუნა, კაუჭა ჯოხს, სახელიც აქედან ეწოდებაო. ფეხგაკვრიე, ხელგაკვრიე, ამ თამაში გამარჯვებული ის ყოფილა, ვინც ლელოს გაიტანდა. ასევე ყოფილა ფეხგორიე თამაში და გატანიე ბურთი. ეს ამ თამაშის დროს ერთი სოფელი მეორეს ეჯიბრებოდაო. ცოლიანები უცოლოებსო, ერთი სკოლა მეორესო, გურულები მეგრელებსო, ხონელები სამტრედიელებსო. ადრე პერიოდში თურმე გურიელიც და დადიანიც ყოფილა ჩართული საგანგებოდ შერჩეული მოთამაშეებით. ხშირადო როცაო ლელოსო ვერ გაიტანდნენო 5-6 საათიო თამაშიო თვარიან ღამეშიც კი გაგრძელებულაო და იყო ესეთი მომენტებიც რომ ვიღაცეებისო ხობეო მოკლედ პინტრიშით გაუტანიათო ჩვენ ვისაც გვაქვს ნანახი მოკლედ შუქუთლების ლელო ალბათ ეს სურათი ყველას ახლა თვალწინ წარმოგვიდგება ძალიან დიდი მადლობა მათ კიდევ ერთხელ გუშინაც აღვნიშნე ამ ტრადიციის შემონახვისთვის მეტად კარგი საყურებელი ყოფილა ცოლიანების და უცოლოების თამაში
უცოლოები გაიხდიდნენ თურმე ჩოხას, შემოიხსნდნენ ქამარხანჯალს და გადასცემდნენ გასათხოვარ ქალიშვილებს. ქალიშვილები ჩოხას კაბაზე გადაიცმევდნენ, ქამარხანჯალს ვაჟკაცურად მოიხდენდნენო და ყოფილა თურმე გადაძახილი, უცოლოებს ეძახდნენ, რომ ამ ყაზირლებმა თუ მოგიგოთო, მაშინო ცოლი გაგშორდებათო, ხოლო უცოლოებს ეძახდნენ, ცოლიანებმა თუ მოგიგესო, დარჩებით უცოლოებიო. ასევე ყოფილა ესეთი თამაში სახიობა, ეს რაღაცა ვაჭრობის მაგვარი თამაში ყოფილა ხტომა ესეთი თამაში, მას ქონია ესეთი მოკლედ სახიობები ფეხმუწია, მოთამაშე ფეხი ფეხზე მიტყუპებული უნდა გადამხტარიყო, ასევე ყოფილა გამოქცეული გადახტომა, ნაბაძე გადახტომა, თურმე ერთი ნაბდით იწყებდნენ გადახტომას და შემდეგ უკვე უმატებდნენ ნაბადების რაოდენობას. ასევე აღწერს რომ ბურთის გავარდნამდეო გურულები სხვადასხვა ცეკვებით იქცევდნენ თავსო და აქ ჩამოთვლილი აქვს მაგს ფარცაკუკუ და წერს რომ უძველესი ცეკვა არისო და ეს ცეკვა ქართველი ამორძალების ცეკვა უნდა იყოსო. ასევე ახსენებს კალმახურს მოცეკვავე კალმახივით სხარტი და მოძრავი უნდა ყოფილიყო. ფოთლი ცეკვას ახსენებს, რომელიც ძალიან სახალისო ცეკვა ყოფილა და დავდებ კომენტარში მოკლედ ამ გვერდს რომ წაიკითხოთ. ასევე ყოფილა მიმიკით ცეკვა და ფერხულით ცეკვა. ფერხულიო ეს იყო ერთგვარი ცეკვის აპოთეოზიო, ესე ამბობს და ფერხული შეიძლება ყოფილიყო ორსართულიანი და მეტიცო. მოკლედ მაქსიმალურად შევეცადე რომ შემემოკლებინა, იმედია რომ უყურეთ, ძალიან გთხოვთ გაუზიარეთ სხვებსაც, ვინც არ მიცნობთ მე ვარ თეასი ხავლიძე, დროებით და გემშვიდობებით.